მეგობრებო, მოგესალმებით. დღეს მინდა შემოგთავაზოთ დაპირებული ტაროს პროგნოზი, კვირის პროგნოზი 17 თებერვლიდან 23 თებერვლის დროის ინტერვალში, რა ენერგიები შემოვა თქვენს ცხოვრებაში, რა სიახლეები შემოვა და ზოგადად როგორ წარიმართება თქვენი, ასე ვთქვათ, მომდევნო კვირა. რა ენერგიები შემოვა თქვენს ცხოვრებაში და რა სიახლეები, ასე ვთქვათ, გაჟღერდება თქვენს ცხოვრებაში მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში. წარმოდგენილია სამი ვარიანტი. გნებავთ მოისმინეთ სამივე ვარიანტი და ისე მოახდინეთ ინფორმაციის პროგნოზის სინთეზი სამივე ვარიანტიდან თქვენთვის არსებულ, ანუ თქვენთან არსებულ მოცემულობასთან, ან აირჩიეთ ინტუიციურად ერთი ვარიანტი და მოისმინეთ იმ ვარიანტის პროგნოზი. როგორც ხედავთ, აქ გვაქვს სამი ვარიანტი, აღნიშნული გახლავთ პირველი ვარიანტი, მეორე ვარიანტი და მესამე ვარიანტი. და მოდით დავიწყოთ პირველი ვარიანტით. მშვენიერი არკანი ამოდის პირველ ვარიანტში, ეს არის კვერთხების ტუზი. კვერთხები მოგეხსენებათ წარმოადგენს ცეცხლის სტიქიას, შესაბამისად, მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში თქვენს ცხოვრებაში შესაძლოა მოვლენები განვითარდეს საკმაოდ სწრაფად, დინამიურად, შემოვიდეს ახალი ენერგიები, რომელიც დაკავშირებული იქნება ოპტიმიზმთან, რაღაცა კონკრეტულ საქმეში წინსვლასთან, იღბალთან, თუ რაიმე დაგეგმილი გაქვთ, თუნდაც სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე ვიზიტები სხვადასხვა ქვეყანაში, ეს მოგზაურობები წარმატებით განხორციელდება. ასევე შესაძლებელია თქვენს ცხოვრებაში მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში საქმიანი პარტნიორისგან, მამაკაცისგან, ან თუნდაც მეგობრისგან მოისმინოთ საკმაოდ საინტერესო შემოთავაზება, იდეა, გააჟღეროს ამ ადამიანმა ისეთი, რაც დაგაინტერესებს და შესაძლოა სამომავლოდ საკმაოდ, ასე ვთქვათ, ნაყოფიერადაც განხორციელდეს ეს იდეა. ასევე მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში თქვენ იქნებით ძალიან აქტიური, ცეცხლოვანი, თუ შეიძლება ასე ითქვას, ენერგიებით დამუხტული და გარკვეული ინიციატივის წამომწყებით. ეს შეიძლება დაკავშირებული იყოს თქვენს კონკრეტულ საქმიანობასთან, თქვენს პროფესიულ უნარჩვევებთან, ნიჭებთან, შემოქმედებით ზრდასთან. ყველა შემთხვევაში, რა სფეროსაც არ უნდა ეხებოდეს ეს კონკრეტული არკანის ენერგიები, ყველა შემთხვევაში ეს არკანი გვესაუბრება ძალიან დიდ ენერგეტიკულ მუხტზე, რომელიც თქვენ მოგცემთ შესაძლებლობას, რომ ნებისმიერი წამოწყება, ნებისმიერი საქმე, იდეა, პროექტი განახორციელოთ წარმატებით, იმიტომ რომ ამ არკანში ქმედების, მოქმედების ძალიან დიდი მუხტი დევს. რა ინიციატივის, რა წამოწყების ავტორიც არ უნდა იყოთ, თქვენ ეს არკანი გეუბნებათ, რომ მომდევნო ერთი კვირა იდეალური პერიოდია ნებისმიერი ჩანაფიქრის, ნებისმიერი იდეის, პროექტის განხორციელებისთვის და რაც მთავარია, არ დაიზაროთ, შეგეშინდებათ ახალი ქმედითი ნაბიჯების გადადგმა, თქვენი იდეების, თქვენი ნიჭების გამოვლენა, თქვენი, ასე ვთქვათ, პროექტების პრეზენტაცია, იყავით თამამი, გაბედული და საკუთარ თავში დარწმუნებული. ესეთი ენერგიები მოგვეწოდა პირველმა ვარიანტმა და მოდით ვნახოთ მეორე ვარიანტი. მეორე ვარიანტში ჩვენ უფრო ისეთ სუყე ემოციებით გაჯერებულ სიტუაციას ვხედავთ მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში. satiety, ესე ქვია ამ არკანს, ეს არის გაჯერება, გაჟღენთვა, ხო? მაქსიმალურად ავსება რაღაცა მოცემულობის, ემოციებით, კმაყოფილებით, სიამოვნებით. ეს არის წყლის სტიქიის მატარებელი არკანი, მარსი თევზებში, ეს არის მისი პლანეტარული შესაბამისობა. აქედან გამომდინარე, ეს არკანი გვესაუბრება უფრო თქვენი კომფორტის ზონაში ყოფნაზე, რომელიც დაკავშირებულია თქვენს ოჯახის წევრებთან, თქვენს შვილებთან, თუ ყავთ შვილები, რა თქმა უნდა, იმ ასე ვთქვათ, ადამიანებს ეხებათ ეს, ვისაც შვილები ყავთ, სიამოვნების
ეპიცენტრში ყოფნა და ისეთ კომფორტის ზონაში ყოფნა, რომელიც დაკავშირებულია ჩვენს ოჯახურ წრესთან, ჩვენს საყვარელ უახლოეს ადამიანებთან, თუნდაც ჩვენს ოჯახთან დაახლოებულ პირებთან. რაც მთავარია, აქ ჩვენ ხედავთ ისეთ მოცემულობას, როდესაც ეს ურთიერთობები მომდევნო 1 კვირის განმავლობაში გაჯერებული იქნება მაქსიმალურად პოზიტიური ენერგიებით, სიამოვნების ენერგიებით და კმაყოფილების ენერგიებით. ამ არკანის, ასე ვთქვათ, მახასიათებელი სიტყვებია, იგი აგვიღწევს ესეთ მოცემულობას, სადაც არის ბედნიერება, სიუხვე, ეს არის ბედნიერი ოჯახი, ბედნიერი ურთიერთობები, ხო, შეკრებები, ოჯახური შეკრებები. ასევე რიგ შემთხვევაში, არა ყოველ შემთხვევაში, რიგ შემთხვევაში შესაძლებელია აქ ჩვენ ხედავდეთ ისეთ ადამიანებს, რომლებიც გარკვეული პერიოდით იყვნენ წასულები თუნდაც საზღვარგარეთ, ან დროებით, ხო, ან მივლინებით თუნდაც სამსახურებრივად და ბრუნდებიან შინ და მონატრებულები ერთი სული აქვთ, როდის ჩაეხუტებიან თავის ოჯახის წევრებს, როდის მოეფერებიან თავის ოჯახის წევრებს და როგორ გაატარებენ სიამოვნებაში და სიამოვნებით წარმოიდგენენ ამას, როგორ გაატარებენ დროს თავის საყვარელ ადამიანებთან. აი, აქ მომდევნო 1 კვირის განმავლობაში ჩვენ ვხედავთ უფრო ოჯახურ იდილიას, ოჯახურ ატმოსფეროში მყოფ ადამიანებს და თუ ესეთი რამ მოფიქრებული გაქვთ, რომ ესა უნდა გაატაროთ თქვენი დრო, დიახაც რომ ნამდვილად იდეალური პერიოდია ეს მომდევნო 1 კვირის განმავლობაში და ზოგადად ისედაც, რა თქმა უნდა, ყველა ადამიანისთვის სასურველია და ყველას სურს სახლში, კომფორტის ზონაში დროის გატარება, თუმცა ხშირად ამის შესაძლებლობა არ გვეძლევა. რიგი გარემოებებიდან გამომდინარე, შესაძლოა ეს იყოს სამსახური, გადატვირთული სამუშაო გრაფიკი, სხვადასხვა ვალდებულებები, პასუხისმგებლობები და ასე შემდეგ. აი, მეორე ვარიანტის შემთხვევაში აქ ხედავთ უკვე იდეალურ დროს, სწორედ ასეთი შეკრებებისთვის. და მოდით ნახოთ მესამე ვარიანტი მომდევნო 1 კვირის განმავლობაში 17-23 თებერვლის დროის ინტერვალში რა ენერგიები შემოდის თქვენთან. აქ კვლავ წყლის სტიქია ამოდის, ეს არის თასების სამიანი და აღნიშნული არკანი გვესაუბრება ისეთ მხიარულებაზე, გარკვეულ წვეულებებზე, შესაძლოა თქვენ დაგეგმილიც გქონდეთ, ან მოულოდნელად მოხდეს ესეთი რამ, რომ თქვენ დაგპატიჟონ წვეულებაზე, ან სადმე შეხვედრაზე მოგიწიოთ წასვლა. ეს არის სადღესასწაულო განწყობა, ხო? ურთიერთობები, მეგობრობა, რაღაცა ჯგუფური ღონისძიებები, შესაძლებელია იყოს რაღაც ფესტივალზე წასვლა, დასწრება, გარკვეული ესეთი შემოქმედებითი ემოციებით სავსე საღამოზე მოგიწიოთ შეკრება და დასწრება თქვენს მეგობრებთან ერთად, რა თქმა უნდა. შესაძლებელია ეს იყოს ისეთი ადამიანისაგან შემოთავაზება, გულის გახსნა, სიყვარულის ახსნა, ვისაც თქვენ მეგობრად თვლით. აი, ესეთი რაღაცა შეიძლება მოხდეს მომდევნო 1 კვირის განმავლობაში. მესამე ვარიანტის შემთხვევაში, რომ მეგობრობიდან მოხდეს სიყვარულში ურთიერთობის გადაზრდა, ხო? აქაც ემოციებია, შეკრებებია, რაღაცა ღონისძიებებია, სადღესასწაულო განწყობა, მაგრამ თუ მეორე ვარიანტში ეს იყო ოჯახური იდილია, შვილები, უფრო პარტნიორები, ხო, ქორწინებაში მყოფი პარტნიორები, ან ოჯახური იდილიაში მყოფი პარტნიორები, აქ ჩვენ უფრო მეგობრობას, უფრო წვეულების მოცემულობას ვხედავთ, ეს შეიძლება იყოს ნიშნობის სუფრა, ან ვთქვათ ქორწილში წასვლა, ან ვინმეს მეგობრის ან ახლობლის დაბადების დღეზე წასვლა და იქ გარკვეული ურთიერთობების გაბმა, სიყვარულში გამოწყდომა და ასე შემდეგ. მოკლედ, სამივე ვარიანტი საკმაოდ პოზიტიური ენერგიებით არის გაჯერებული. თუ მოგეწონათ ჩემო მეგობრებო აღნიშნული ვიდეო, ჩემი თხოვნა იქნება მოიწონოთ და გააზიაროთ თქვენს პროფილზე. მე დროებით დაგემშვიდობებით მომდევნო კვირამდე.